დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების, მათი ჯანმრთელობის და გავრცელებული დაავადებების შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. თურქული ანუ თურქული ცხელება ლათინურად deliriosis არის პროტოზოული დაავადება, რომელსაც იწვევს თეილერიას გვარის პარაზიტები. ეს დაავადება ძირითადად გავრცელებულია აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ევროპაში. ის აზიანებს მსხვილფეხა რქოს ან პირუტყვს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება დაავადდნენ სხვა ცხოველებიც, როგორიცაა ცხვარი, თხა და კამეჩი. თეილერიოზი გამოწვეულია თეილერიას გვარის პროტოზოული პარაზიტებით. დაავადების ძირითადი გამომწვევი სახეობებია. თეილერია პარვა იწვევს აღმოსავლეთ სანაპირო ცხელებას, ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში და არის ძალიან აგრესიული. თეილერია ანულეტა იწვევს ტროპიკულ თეილერიოზს, გავრცელებულია აზიასა და სამხრეთ ევროპაში და ზოგადად ნაკლებად აგრესიულია. თეილერია მუტანსი, ნაკლებად პათოგენური სახეობა, რომელიც შეიძლება არ იწვევდეს მძიმე კლინიკურ სიმპტომებს. პარაზიტი გადაეცემა ტკიპების ნაკბენით. ინფიცირებული ტკიპა კბენს ცხოველს და პარაზიტები შედიან სისხლში. პარაზიტი მრავლდება ლიმფურ კვანძებსა და სისხლის უჯრედებში, ლიმფოციტებსა და ერითროციტებში, რაც იწვევს ცხოველის ორგანიზმში სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესებს. თეილერიოზი ძირითადად აზიანებს მსხვილფეხა რქოს ან პირუტყვს, მაგრამ ასევე შეიძლება დაავადდნენ. ცხვარი და თხა უმეტესად თეილერია ოვისით გამოწვეული მსუბუქი ფორმები. კამეჩები. ზოგიერთი სახეობის გარეული ცხოველი. სიმპტომები. თეილერიოზის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ სახეობაზე, ცხოველის ასაკზე და იმუნურ სტატუსზე. ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, მაღალი ტემპერატურა, 40-41 თითი. ზოგადი სისუსტე, ლეთარგია, მადის დაკარგვა, დეპრესია. ლიმფური კვანძების გადიდება, ლიმფური კვანძები ხდება შესამჩნევი და მტკივნეული. ანემია, ერითროციტების დაზიანების გამო ვითარდება ანემია, რის შედეგადაც ლორწოვანი გარსები ფერმკრთალდება. სუნთქვის გაძნელება, ფილტვებში სითხის დაგროვების გამო შეიძლება განვითარდეს ქოშინი. დიარეა, ზოგჯერ შესაძლებელია აღინიშნებოდეს ფაღარათი. სიყვითლე, ღვიძლის დაზიანების გამო შესაძლებელია განვითარდეს სიყვითლე. წონის დაკლება, ქრონიკული დაავადების დროს ცხოველები წონაში ikლებენ. ნერვული სიმპტომები, იშვიათ შემთხვევებში განსაკუთრებით აღმოსავლეთ სანაპირო ცხელების დროს შეიძლება განვითარდეს ნერვული სიმპტომები, როგორიცაა კრუნჩხვები. სიკვდილი, მძიმე შემთხვევებში განსაკუთრებით თეილერია პარვათი გამოწვეული დაავადების დროს, სიკვდილი შეიძლება მოხდეს სწრაფად. დიაგნოსტიკა მოიცავს რამდენიმე მეთოდს. კლინიკური გამოკვლევა, ვეტერინარი აფასებს ცხოველის ზოგად მდგომარეობას, სიმპტომებსა და ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. სისხლის ანალიზი, სისხლის ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა, სადაც ჩანს პარაზიტები სისხლის უჯრედებში. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ტესტი გამოიყენება პარაზიტის გენეტიკური მასალის გამოსავლენად. სეროლოგიური ტესტები, ანტისხეულების გამოსავლენად სისხლში. პათოლოგიური გამოკვლევა, გარდაცვლილი ცხოველების გაკვეთისას ვლინდება ორგანოების დაზიანებები, როგორიცაა ლიმფური კვანძების გადიდება, ფილტვების შეშუპება და სიყვითლე. მკურნალობის მეთოდები და საშუალებები. თეილერიოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ცხოველის მდგომარეობაზე. ძირითადი მეთოდებია: ანტითეილერიოზული პრეპარატები. ბუპარვაქონი ეფექტურია როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალო. ის აჩერებს პარაზიტების გამრავლებას. გამოიყენება ინტრამუსკულარული ინექციის სახით. ჰალოფუგინონი ასევე გამოიყენება თეილერიოზის სამკურნალოდ და ეფექტურია, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენები. იმიდოკარბი გამოიყენება თეილერიოზის სამკურნალოდ, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია მძიმე შემთხვევებში. დამხმარე თერაპია. სითხეების თერაპია, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ელექტროლიტური ხსნარები, რომლებიც შეჰყავთ ორალურად ან ინტრავენურად. ანტიბიოტიკები, მეორადი ბაქტერიული ინფექციების თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ. ფართოდ გამოიყენება ტეტრაციკლინის, პენიცილინის ან ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკები. ვიტამინები და მინერალები, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ცხოველის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების დამატება საკვებში ან სასმელ წყალში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები და რკინა. კარგი კვება, ადვილად ასათვისებელი საკვებით უზრუნველყოფა, რომელიც მდიდარია ენერგიით და საკვები ნივთიერებებით. სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი.
ანტითეილერიოზული პრეპარატები. ბუპარვაქონი, ბუთალექსი, ჰალოფუგინონი, სტენოროლი. იმიდოკარბი, იმიზოლი. ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი, მაგალითად ოქსიტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი. პენიცილინი, მაგალითად ამოქსიცილინი, პენიცილინი G. ცეფალოსპორინები, მაგალითად ცეპტიოფური, ცეფალექსინი. ტრიმეტოპრიმ სულფონამიდი. სითხეები და ელექტროლიტები, რინგერის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი. დექსტროზის ხსნარი, ელექტროლიტური ფხვნილები ორალური გამოყენებისთვის. ვიტამინები და მინერალები. B-ჯგუფის ვიტამინები B1, B2, B6, B12. რკინის პრეპარატები. თეილერიოზის პრევენცია მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს. ტკიპების კონტროლი, რეგულარული ტკიპების საწინააღმდეგო დამუშავება, ცხოველების და მათი გარემოს, საბალახო ადგილების დამუშავება აკარიციდებით. ვაქცინაცია. არსებობს ვაქცინები, რომლებიც ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ რეგიონებში, სადაც დაავადება გავრცელებულია. ვაქცინები გამოიყენება ახალგაზრდა ცხოველებში, სანამ ისინი არ დაინფიცირდებიან. ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვა. ახალი ცხოველების შემოყვანისას უნდა მოხდეს მათი კარანტინი, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გავრცელება. სათანადო კვება, დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი კვება უზრუნველყოფს ცხოველების იმუნური სისტემის გაძლიერებას. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება. ცხოველებში უნდა ტარდებოდეს რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადების ნიშნები. თეილერიოზის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვეტერინარის დროული კონსულტაცია და მკურნალობის გეგმის ზედმიწევნით დაცვა. პრევენციული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ტკიპების კონტროლი და ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური საშუალებები დაავადების პრევენციისთვის. კარგი კვება და სათანადო მოვლა ხელს უწყობს ცხოველების იმუნური სისტემის გაძლიერებას და დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას. თუ ეჭვი გაქვთ დაავადებაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს ზუსტი დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობისთვის. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.